დღეს ვიწყებ ახალ თამაში Escape-ზე Backrooms, რომელსაც არ ვიცი როგორ გავუმკლავდები. დავიწყეთ new game, შევქმნათ ახალი თამაში UBS3B და create. ზოგადად horror თამაშები მაინც და მაინც ვერ მიზიდავს, მაგრამ ავიყვანთ ეს 10,000 ლაიქზე და ოკეი. აქ უბრალოდ რა უნდა გავაკეთო აზრზე არა ვარ. ერთი ვიცი რომ რაღაცები შეიძლება გამომიხტენ, მაგრამ აქ რა არის? ამ რაღაცას არ უნდა რომ აქ გავიდეთ და ეს უნდა გავაკეთოთო. ოკეი, როგორც ჩანს skip-ი უნდა ვიპოვო, მაგრამ ამ ოთახში ყველაფერი ერთნაირი რატოა? დავაკეთეთ ვიდეო და გამოვიწერეთ ახი რომ ამ თამაშზე გამოვიდეს part 2-იც. სირბილით შეგვიძლია ძალიან კაი. უბრალოდ მაინც ახლა ცოტა ყურადღებით ვიყოთ რომ რამე არ გამოგვიხტეს და აუ ყველა ოთახი ერთმანეთს გავს და აქ რა უნდა ვიპოვოთო? უბრალოდ horror თამაშების ზებნისას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში იყო ეს, ნახე. აქედან ახლა გამოვედი, იქი დიდი რეფანი იყო. აქ ესე პატარა. აუ გადაობა ბოლოში რა გავატო. უბრალოდ ის რაღაც არ მინდა რომ გამეჩითოს და უცბად რო შემაშინოს, თორე გვერდზე ყავა მიდევს და ეგრევე ოპა. რაღაც ხმა ისმის. თამაშის ხმას ცოტა საუწევრო თქვენს გაიგონოთ რო რამე და პატარა გასაძრომი უნდა ვიპოვო როგორ ჩანს. Hello! არის აქ ვინმე? თუ ხარ უბრალოდ ძმა გამიშვი, არაფერს არ დაგიშავებ. რაღაცა უცნაური თამაშია. ანუ ეს თამაში უნდა ითამაშო, კაი ნასვამ არა? კაი, ის რაღაც გასასვლელი გვინდა ვიპოვო. ენერგია გქონდეს. ნახე, გამოვედი, ისევ რაღაც იგივე კრუგზე გავიჩით. ეხლა აქედან სადღაც შევდივარ, ისევ ხო ვიჭვილი არა? ხო, რა თქმა უნდა. და აქედან კიდე გად გეხვეწები ის რაღაც აღმოვაჩინო ხო შეიძლება. არის აქ ვინმე? იქით ბოლოში, არა, იქით არაფერი არ იყო, წამოვედით აქეთ. აუ, გაიგე, ეხლა შეიძლება აქედან გავიდე. აქედან შემიძლია ესე გავიხედოთ, დავდგეთ. ეს უკვე კაი ფუნქცია. ამით რამე შემიძლია, ამითაც არაფერი. ბავშვები მოერიდეთ ტელეეკრანებს, კომპიუტერებს და ყველაფერს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა გამოხდეს და ჩემთან ერთად თქვენ შეგეშინდეთ. ამიტომ ცოტა ყურადღებით იყავით. და ზოგადად დამიწერეთ კომენტარებში რა უნდა ვქნა ამ თამაში. ერთ-ერთი ის ვიცი რომ რაღაცა უნდა ვიპოვო ეხლა, საიდანაც უნდა გავიდე. ვაიმე ბიჭო, კარი დავინახე და უბრალოდ დამბურცლა და გული გამისკდა. კაი, ამ კართან შეიძლება რომ რაღაც იყო. გიხვეწები რა პირველივე ტურში არაფერი გამოიხტეს და გემუდარები რა, არაფერი არ გამოხტე რა. მეშინია ცოტა ეგეთების და ვერ ვაღებ. გაიღე რა. აუ არ იღება. აუ გიხვეწები არაფერი არ გამოხტე რა. ვაიმე ეხლა როგორი შეშინებული ვარ, ნეტა იცოდეთ რეალურად ისე დამბურცლა არ მიყვარს მაინც და მაინც horror თამაშები. ბიჭო რა რატო აქ ამ თამაშებს ესეთი აქტიურობა არ ვიცი და ხო შეიძლება რომ პოლიციის მოუდი გადავიღო GTA-ში. აუ ნახე ბიჭო სადავარტო. აი ვიპოვე ერთი რაღაც ვიპოვე. როგორ უნდა ავიღო? ვსო ესე. აქეთ გასასვლელია. კაი, ესენი უნდა აიღო, როგორც პირველ დავალებაში იყო. ავიღოთ ესენი და აი ესეც ავიღეთ და როგორც ჩანს, აი იქ რო ეხატა რაღაც, აქ უნდა დავალაგოთ. ხო არ მოდის უკვე ვინმე არა. დავაი მიდი რა. ოპა, წავიდა. ესე პირველ ტურს არა, გასაღები ავიღე და ეხლა ამით უბრალოდ კაი რა. აუ ის კარი სად იყო ეხლა ხადაობ. კაი, მე მოვედი ეხლა აი აქედან. წავედი ესე, რა გავიდე ეხლა რაც შეიძლება მალე, ანუ გასაღები ავიღეთ და всё. არა, შეიძლება იქიდანაც მივიდეთ იქ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი არისო. წავიდა, ეხლა ის კარი მაპოვნინე და არ მინდა არაფერი. აი აქეთ უნდა იყოს ეს რაღაცით გაშლადილას იყო. სად იყო ძმა ის კარი გავოფლიანდი ადამიანი. მონსტრი არ გამოხდეს ოღონდ რა. ვიცი, ჩემია ყველაფერი, დავაი. ესე, დავაი კაი, კაი, ამას დავკეტავ, აქ არ დაიკეტე ძმა, რა დაიკეტე რა. დაიკეტე. აუ შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ კაი. US Q and A რო არ ჩავარდეთ. გაიცა. ოპა. ვაიმე. ოპ. ხო არ გადაობ. წავიდა. აქ, ბიჭო, რა გჭირს, რატო გეშინია ესე? ეს რაღაცა ის მიდიოდა, უეჭველი ესე ხო იქით მოდიოდა თუ არა? არა, თუ კი. არა, აი ესე უნდა გავყვეთ, ესე შემოვედით, კაია, ძალიან კაი, ესე, ანუ ესე უნდა გავაგრძელოთ ახლა ჩვენ გზა. ცოტა, ანუ არა, ესეთი სივრცის შიში და რაღაცები ვისაც აქ, რეალურ ცხოვრებაში ესეთი რაღაც რო წარმოვიდგინო, ალბათ ანუ ვერ გავალ, შანსი არ გამორიცხეთ რა, ისე დავივნე, პროსტა კიდევ ურტყავ თავს, სანამ არ გავითიშები და всё რა. აუ გადაობ, იქ რამე მატყუ არა იყო თუ ისევ იგივე ადგილს ატოვარ. ეხლა რა უნდა ვიპოვო, კედელზე მენიშნებაც არ არის. აუ ამის ბოლო ტური ნეტა როგორი, არ ვიცი, ძალიან დამაინტერესა ამ თამაშმა, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ანუ ზოგადად როგორ უნდა გახვიდეს თავსატეხები და რაღაცეები და ბოლოში რა შეიძლება იყოს და ეს მონსტრი კიდე სად გამოგვიხდება, ეგეც არ ვიცით და აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო
რომ გამოვიდეს part 2 და დაწერთ კომენტარებში. მსგავსი თამაშები ზოგადად რები გადავიღოთ. მაგრამ მე სად ვარ ეხა სადავბოდიალო და რას ვაკეთებ? არაფერი არ ვიცი. ნუ დაბლა რატო ჩამოვარდი და იქიდან გავსულიყავ, მაგრამ არა ძალიან ძნელი იყო ხა იმ ლაბირინთის გასვლა ესე როცა ამ კაცს საუბრობ ხო და ოპა აი გამოვედით. ოპა სადღაც შემოვედით ძალიან კაი. აქ რა ხდება? აქ არაფერი. ვაი მე ძამბნელი ოთახია. ძამბნელი ოთახია. ვაი მე სადღაც მივდივარ. არ მინდა ძმა ოთახში იკიბე საუყვები ეგერი ქსევით, სადაც ეს რაღაც ისარს მივყავარ და სად ვარ? კიდე მომდევნო ტურში გადავედი. ეგრე მესამე ტური. აქ ლიფტია. აუ ცუდად თავარ, კაი. ლიფტს ვერ ვაღებთ. ესე აქ რა არის? არაფერი. აუ აქ რაღაც სუდი ხმებია, პროსტა, აქ რა წერია, კაი. Check everyone's ID, don't trust them. ვისი ID უნდა გავჩეკო ეხლა აქ მე გადავობი. მსგავს თამაშებში ეს შეიძლება იყოს რამე მინიშნება, რა ვიცი, ციფრები დაიმახსოვრე. მე რამდენი სართულზე ვარ? ეხლა ვარ პირველ სართულზე. პირველი. აუ ეს ხმა შეწყდეს რა, აქ რა ხდება? ეს რა არის? ვინმეს ციფრები უნდა ვიპოვო? 1 2 3 4 5 6 7 8 9. არა ეს ჩვეულებრივად ესე არის. არა. აჰა, ესე იგი აქ მე ხა ციფრები უნდა ვიპოვო რაღაცები, მინიშნებები რა, რითიც შეიძლება მე აქ ამ კოდს ჩავწერ და ლიფტით ავალ მომდევნო ტურში, არ ვიცი. გავედი. ოპა, ვახ შენი წყალში გავიარე და მაგისე ჩემეშინდა. აქ ვინმე ხო არის? ხადაობეს გაზის ბალონი კი არა, ეს აქ როანათებდა, ეხლა მაგანაც კი ცოტა თამაშ რეალაკაი შევედით კარებში, ნახოთ. ოპა, აქ რა ხდება არაფერი. რამე ციფრებს თვალით თუ მოვკარეთ უნდა მივაქციოთ ყურადღება აქიდან ისე უკან გამოვდივართ. ეს შედარებით რა ვიცი, ადვილი ტური ჩანს, არ ვიცი. დავაი, წავედით, ეხლა ისევ ეს კარებები გავჩიკოთ, აქეთ არაფერი. შევედით. ეს რა არის? Flashlight-ი. ეს კაია, flashlight-ი გვაწყობს, იმიტომ რომ სიბნელე იყო იქ ძალიან და სიბნელეში სიარული მაინც ახლა არ მიხალისება, აი, ეს კაია. Flashlight-ი გვაწყობს, წავედით. აქ ამაში ვერაფერი, ხო არა, ციფრები არაფერი არ წერია. აუ ბიჭო, რატო ის ლიფტი ხო იქ არის, კაი, ლიფტი არ უნდა და დანიშენ არ უყურო ამას. საერთოდ თამაში. დანი შემოვიდა, ეხა მიყურო და მეთქი დანი გადი. აქ რა არის? აქ ეს რა არის? იცადე? ვაუ. ერთსამ ეს რას უნდა ნიშნავდეს? კითხვის ნიშნები მანქანებზე. მანქანები რა შუშია, რამე ხო არ არის ამ მანქანებში. ნომრები არ აწერია. ნუ კაი, მურსიელაგო დგას, ეხლა აგერ ჯანდაბოს. აქ ვერ გავალთ? ვერ გავდივართ. აქაც არაფერი არ არის. მანქანები და ისიფრები რა შუშია ეხლა თო? დაიცადე. მივხვდი. მანქანები უდრის. კითხვის ნიშანი ხო არის? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. შეიძლება ეხლა ეს პარკირების ადგილები არის აღქმული? არ ვიცი, რავი, მაგრამ არა. პირველი, მეორე, არა, 4 ციფრია ესე. მეორე და აქეთ ეს, ანუ 4 ციფრი ხო აქ იმ რაღაცას აუ ერთი წამი რა. ახლა მე თუ ეს ამოხსენდი, რაღაც უბერო მგონი. 4 ციფრი ხო არის? აქედან პირველი, მეორე, უეჭველი აქ და აქ უნდა დავაჭიროთ. საშნელი ხმა არის. არა, მე დაბლა რას უნდა დავაჭიროთ მაშინ. არათო. ამას რამდენი ღილაკი აქვს? 1 2 3 4 5 6 7 8. არა 9 ღილაკი აქვს თო. მაშინ ეხლა ბიჭო მანქანები რაღაც შვაშია თო. კიდე რა აქვს იმას ცი რა შეიძლება ციფრები შეიძლება დაემთხოს, იმიტომ რომ ის სხვადასხვა ფერის ციფრები იყო. ყვითელი, მწვანე, ერთწამე. ლურჯი, ყვითელი, წითელი. კაი, 2 ლურჯი, 1 წითელი, 1 ყვითელი. 2 ლურჯი, 1 წითელი, 1 ყვითელი. კაი, წავიდეთ მოვსინჯოთ, იმიტომ რომ თანამედროვეობას ვერ ვსინჯავ, იმიტომ რომ არ ემთხვევა. 2 ლურჯი, 1 წითელი, 1 ყვითელი. აქ ხა სხვადასხვა ფერი ღილაკები აქვს. ეხა მე თუ ეს ამოვხსენი, ძმაო და პირველი ვეცდაზე გავ. ვიღაცის ხმა ისმის ბიჭო, არ მინდა რომ ვიღაცა უკან გამომიხტეს უცბად რა. ოპა. აქ როგორ უნდა მომნიშნო ხლა? 2 ლურჯი. არა. 2 ლურჯი. ესე ინიშნება დაბლა. 1 ყვითელი, 1 წითელი. აი გრე. ხო არ ღადაობ. აი ძმაო. ეხლა რა ვშვებით? ძმა, წამიყვანე. ძმაო. ღადაობ, ხავდივართ მეორე სართულზე. ეგ არის მაინც 10000 ლაიქად ეს ვიდეო ღირს, რა თქმა უნდა და part 2 მალე გამოვა, ცოტა საშიში ლიფტი კი ჩანს ეხლა, მაგრამ გავედით. ძალიან კაი, ამ თამაში რაღაც პატარა მინიშნებები არის სხვა მსგავსი თამაშებისგან.
use raw water restaurant. აჰა, ოკეი, რაღაც წყლები უნდა ვიპოვოთ აქაც. კაი და მე რაღაც ჩვენი health-ი უნდა რესტორი ავუკეთოთ და ოკეი, გაზაგებია ყველაფერი. აქ გზა მოდის ესე. მოდი ჩვენც გავყვეთ ესე ჯერჯერობით გზას. ფანარი რატომ მომწაწეღან არ ვიცი, შეიძლება რავი გამოვიყენო რამეში. გავაღოთ ესე. დავუკეტა მაინც გარს არ მინდა ქვინო შემოვიდეს. რასნაირი სახე მაქვს დიდოს პიცა ვარ. ჯერჯერობით მონსტრები ჩვენთან არ ჩითავენ. კაი, ამ მონსტრების გარშეც ჩვენურად გავდივართ ყველაფერს. სად არის ძმა წყალი არსად არტივს, რა უნდა გამოვიყენო? ამ უჯრებში არ იქნება არაფერი. აქაც არის. კარა და ეს რა არის? გასაღები რაღაცის თო? აქ არაფერი. კიდე მეორე გასაღები. ძალიან კაი. ესე იგი რაღაცებს გავაღებთ ამით დავაწექი ახლა აქეთ ესე წავედით. ეს პარკინგი კიდე შედარებით ადვილია თო, რაღაც კრუგზე დადიხარ და რაღაცებს არჩევ რა. არჩევ კი არა და აღებ. მაგრამ არა, კრუგზე აღარ დადიხარ, ბევრი კარია. ой! ხო არ გადავმეხავი გემი ამ თამაშის გემო. რა თამაშებიც მითამაშია, ესე ძალიან ჯერ არ შემშინები არაფერზე. ვახ ბიჭო, აღარც ფანარია თუ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს მეღადავები? როგორ მომეპარა ან უკნიდან, რავი, ან უკანაც უნდა გამოვიხედო ხოლმე, კაი, წავედით. excuse me, რაღაც აშკარად იყო ჩემს უკან და წავედით. მოდის. გადი, ძმა, გადი. აუ, მომზევს. არ დაიღალო, შემოძმაო, ვიღაცა მომზევს, არ გამომიკიტო. ეხა სხვა ვიღაცა არის. ეხა გააქტიურდნენ ეს მონსტრები კიდე და შედი. გააღე. მოვიდა. წყალი კიდე აქ. გადი ბიჭო იქეთ. მაიმუნი ესა. აგერ ხლა არალაგია რაღაცები ავიღოთ. ეს ვინ ჯანდაბაა? ეხა სხვა მონსტრია? ჩემი კაი, ავიღოთ ესენიც, რავი, აქ რამე ხო არალაგია კიდეში. მე გადავები გამისკდა გულიტო. აფერი აღრდოს აქ. ეხა ის ტიპი აქ კი არის, მაგრამ მე რო აქიდან გავიდე, ეხა აქ ჩუმად. წესით ესე ვერ დამინახავს. რა ცუდი ტიპია, თო რაღაც ჯერ საზრობები ხო აცვიათ. მე კიდე რაღაცის ხმა ისმის. ეგერ არის ის როჟა. ყურადღებით ვიყოთ ხოლმე, მაინც ყოველ შემთხვევისთვის. იქნებ იმ ტიპს უნდა გავუყვი. გავყვები ერთი სანამდე წავა. თან აქეთ გავიხედები, მაინც რამე არ აღმოჩნდეს სადმე. ჩუმად წავიდეთ. არ დამინახო რა. ეს ტიპი იცავს საკაურობას? კრუგებზე დადის? რაღაცის ხმა ისმის კიდე. შენი თითო! კაი! გაგზელებო იქნება მომდენო ვიდეოში წავედი, აღარ შემილია.